გენდერზე დონალდ ტრამპის განცხადებამ ოპოზიციის ნაწილი დააბნია. ნაწილთან კი საღი აზრის რევოლუციამ, როგორც ამას ტრამპი უწოდებს, ვერ მიაღწია. რამდენი სქესი არსებობს? ამ კითხვას ოპოზიციის უმრავლესობა პასუხს ვერ სცემს. მე ერთ კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენ ქრისტიანი ხართ? ქრისტიანი თუ ხართ, დონალდ ტრამპი რატომ გჭირდებათ იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენი სქესი არის? თქვენი კითხვა არის გარკვეული ცდუნება ქრისტიანი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ორი სქესი არსებობს. ხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ, როდესაც ამ პირებს, ამ ადამიანებს, ამ ორგანიზაციებს უჭით ასეთ მარტივ აქსიომებთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, მაშინ არნაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მათ შეიძლება რაიმე სამართლიანად შეაფასონ ან არჩევნები, ან შიდა პოლიტიკური პროცესები, ან სხვა განვითარებები. ეს სამწუხაროა უპირველეს ყოვლისა ამავე ორგანიზაციებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ეფექტიანი, კარგად ფუნქციონირებადი, სამართლიანი, ობიექტური სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ როდესაც ამის საფუძვლად ჩვენ ხედავთ ასეთ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სამწუხაროა. აქაც მისასამძიმებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორის და ამ შემთხვევაში საიას ხელმძღვანელი პასუხს ვერ გაცემს კითხვას, ქალი-ქალია და კაცი-კაცია, ეს სწორია თუ არა გამონათქვამი, იმის შიშით, რომ თქვა ეს და თავის პატრონს აწენინებს, არ თქვას და ტრამპ შეეწინააღმდეგება და იტყვის, რომ ამაზე პასუხი არ მაქვს, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ისიც არის არა ან პრო-ამერიკელი, ან პრო-ქართველი, არის პროფულისტი. სქესიო კი არსებობსო, ქალი და კაციო, მაგრამ გენდერი ბევრი არსებობსო. რას ნიშნავს? ქალი და კაცი თუ არსებობს, ხოლო სქესი კიდე რა არსებობს, აბა, ქალ-კაცი არსებობს თუ კაც-ქალი არსებობს, ეგეც გითხრას. კიდე არის სხვა რაღაცეებიო და რა სხვა რაღაცეები